სამართლებრივი დავები ხშირად წლები გრძელდება, ზოგჯერ კი დიდ ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. ასეთ სიტუაციაში ალტერნატიულ გზას წარმოადგენს მედიაცია, პროცესი, რომელიც მხარეებს საშუალებას აძლევს შეთანხმებას მშვიდობიანად და გაცილებით სწრაფად მიაღწიონ. პირველ რიგში მედიაციასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ის, რომ ასე თუ ისე მაინც ახალი ინსტიტუტია, იმ ფორმით დამკვიდრებული რა ფორმითაც არსებობს დღეს და რა ფორმით მედიაციაზეც დღეს ვსაუბრობთ. ეს არის ყველაზე გავრცელებული, ასე ვთქვათ, განმარტების თანახმად ალტერნატიული გადაწყვეტის შესაძლებლობა დავის, თუმცა ხშირად ვთანხმდებით კიდევაც იმაზე საზოგადოების წევრებთან და კოლეგებთან, რომ ეს არის არა ალტერნატიული მეთოდი დავის გადაწყვეტის, არამედ ძირითადი და ერთ-ერთი საუკეთესო გზაც კი, იმიტომ რომ მედიაცია გულისხმობს დავის მოლაპარაკებით, მხარეთა ინტერესებზე მორგებით, დავის არსის გამოკვეთას და შესაბამისად კონტროლირებადი შედეგით დასრულებას, რაც არა ალტერნატიული, არამედ უალტერნატივო და საუკეთესო გადაწყვეტაც კი არის დავის რიგ შემთხვევაში. მედიაციის პროცესი მხარეებს საშუალებას აძლევს განიხილონ სადავო საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა ხედვები და იპოვონ ყველასთვის მისაღები გამოსავალი. მედიაცია ორი სახისაა, კერძო და სასამართლო, თუმცა ორივე შემთხვევაში მიზანი ერთია: შეთანხმების მიღწევა. სასამართლო მედიაციის შემთხვევაში მხარეებს უკვე საპროცესო დოკუმენტაციით, სარჩელითა და შესაგებელით, როგორც წესი უკვე მიმართული აქვს სასამართლოსთვის კონკრეტული სამართლებრივი მოთხოვნებით, რა დროსაც თუ კი სასამართლო ჩათვლის, რომ არის შესაძლებელი, რომ მხარეებმა გარკვეულ მოლაპარაკებას მიაღწიონ, ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადმოსცემს სასამართლო მედიაციას აღნიშნულ საქმეს, რა დროსაც რა თქმა უნდა მედიატორი დროში შეზღუდული არის, რადგან ეს პროცესი არ გაჭიანურდეს უკონტროლოდ, ასე ვთქვათ და ლიმიტირებული იყოს დრო გარკვეულწილად, რათა მხარეები არ დაზარალდნენ დროის გამგზავრდობის თვალსაზრისით და როდესაც სასამართლო გადმოსცემს საქმეს მედიაციას 45 დღიან ვადაში, ამ გონივრულ ვადაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ მხარეებთან კომუნიკაციის პირობებში, როგორც ინდივიდუალური, ასე მხარეთა საერთო შეხვედრების ფორმატში დავეხმაროთ მხარეებს გამოკვეთონ თავიანთი საუკეთესო ინტერესები და თუ კი მზაობა იქნება ამგვარი მიაღწიონ შეთანხმებას. თუ სასამართლო მედიაციის ფარგლებში მხარეები ვერ აღწევენ შეთანხმებას, საქმე კვლავ ბრუნდება სასამართლოში. თუმცა ამ პროცესში არ არსებობს მოგებული ან წაგებული მხარე. დიალოგის ფორმატში მონაწილეები აანალიზებენ როგორც საკუთარი, ისე ოპონენტის სუსტ და ძლიერ მხარეებს. მედიატორის როგორც ნეიტრალური პირის დახმარებით კი ისინი სასამართლოს უფრო ინფორმირებულები უბრუნდებიან. რაც შეეხება კერძო მედიაციას, ასეთ შემთხვევაში მხარეები სასამართლოში არ არიან წარმოდგენილი საპროცესო დოკუმენტებით და პირდაპირ თავიანთი ინიციატივით მიმართავენ მედიატორს, რომელსაც არჩევენ მედიატორთა ერთიანი სიიდან და შესაბამისად ეს ნეიტრალური პირი უკვე ეხმარება მათ, რომ გამოკვეთონ თავიანთი საუკეთესო ინტერესები. მედიატორთა რეესტრი ყველასთვის ღია და გამჭვირვალეა. სურვილის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ აირჩიონ კონკრეტული მედიატორი, დაუკავშირდნენ და შეთანხმებით დაგეგმონ შეხვედრები, ინდივიდუალური ან საერთო ფორმატით.